ჰაი. მოგესალმება თქვენი მზისხივი დოდონა. როგორ ხართ ხალხო, რა შვებით? ხო ხართ? კარგად. არ ვიცი, ყავის დალევას მართლა არ ვაპირებდი. უბრალოდ რატომღაც გადავწყვიტე, რომ დავლიო ყავა და თქვენც თუ მიირთმევთ ჩემთან ერთად ძალიან გამიხარდება. მოდი ცოტა მოვწიოთ კამერა, იმიტომ რომ მარიკოს ძინავს და შესაძლოა ჩემი ხმა მე ვერ გაიგოთ. ხო და ცოტა ვიჭორაოთ, რა ძალიან ახლოდან ვარ, გეგუნება ის ვიყურებ. ჩვენ აქ ვართ წარმოდგენილი საზამთროთი. ჩემი სეზონი დაიწყო. კალორიულ დეფიციტში ამაზე მაგარი არაფერი არ არსებობს, ხალხო დამიჯერეთ, ანუ საზამთროზე მაგარი. როგორ ხართ ხალხო? მარიამი, მე თვალები მეწვის ცოტა. ვაბანავე. просто ჩემ მე ვბანავე. იქ დავსვი. აბაზანაში იჯდა რაღაცებს თამაშობდა, მერე მარიკოც ვაბანავე, მომილოცეთ ხალხო მარიამი. აღარ ტირის დაბანის დროს, რაც არის ჩემთვის უკომფორტულესი. ძალიან დიდი შვება თქვენ იცით, რომ მე რომ მარიამს ვაბანავებდი, ინგრეოდა, ქვეყნიერებოდა, სხვა ქვეყნიდან მირეკავდა, ხალხი ხომშვიდობა გაქვს სახლში, ანუ ისეთი ამბავი იყო. ხო და არ ვიცი, ალბათ გაიზარდა და გადალახა, ვერ გეტყვით. თუმცა მე თვითონ ძალიან ვუწყობ ხაზაფრთხილად ვარ, რომ ისეთ მეტად აი ძალიან არ ჩამოუვიდეს წყალი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვიტყვი, რომ კარგი გოგოა, გადალახა. ეს რასაყვალად ჩამოტეხილი. ცოტა მივირთვათ. აი მე ნუნები რა დღეში მაქვს. ძალიან დიდხანს მქონდა წყალში და რაღაცეებში და დღევანდელი დღე სრულად დაეთმო მარიამს. აი მე რა სილურჯეები მაქვს ღმერთო. ჩემს თავს კალორიული დეფიციტების წერას. დღეს ამას დაეთმო დრო სარეცხს სადილგუში გავაკეთე და მეთქი დღეს აღარ გავაკეთებ. კაცი შვილს არ უჭამია. სანამ არ მიირთმევენ, მართლა არაფერს არ გავაკეთებ, ძალიან გაბრაზებული ვარ. აბის გამკეთებელი აღარა ვარ. თუნა ჭამონ, თუნა მშვიდები ისხდნენ. მე გავაკეთე. დღეს მარიკომ გამაოცა. ძალიან კარგად მიირთვა წვნიანი, პურიც დააყოლა. აი, დღეს იყო ფანტასტიკური გოგო, აი ფანტასტიკური. ზედმეტად რომ არ მინერვიულია, არაფერზე ეგეთი გოგო იყო. მერე გამოვიარეთ მაკდონალდსიდან. ვიყიდე მარიკოსთვის სახატავი რბეულები, გასაფერადებლები და რაღაცები. ძალიან მალე მივდივარ სოფელში. მარიკოს ბებია პაპასთან, ან ჩემი მეუღლის სოფელში მივდივარ. ახლა რა იქით კვირას? შაბათს აკვირა დღეს. არ ვიცი რომელიმე დღეს მოკლედ უნდა წავიდე. ალბათ ერთი კვირით გავჩერდები, მერე ჩამოვალ, ალბათ მერე უკვე ჩემებისკენ წავალ. იქით მერე ჩამოვალ, მერე კიდე აქ წავალ და ასეში გავაზაფხული. რატომ აქ ბურცვივით? ეს პერიოდიც გავა გოგოებო. და უკვე ისე მალე მოვა სექტემბერი, ვერც მიხვდებით. ახლა ადრე თუ ვიწყებდი პირობითად დასვენებას, მე მაისში გრძელი იყო ზაფხული და აღარ ვიწყებ მაისში. მაგრამ ახლა ეს მე გამაგიჟებს, ანუ ვერ გავიგე რა ხრასთან ამაქვს საქმე. დავტკეპნოთ ცოტა, ჩემ ნერვს ეგუდა ახლა. გუშინ გადავატრიალე უბანი, ჩემი გოგოები. მინდოდა რბეული ან ბლოკნოტი ან რაღაც. ხო და ძალიან გვიან მოვინდომე წერა კითხვა და კაცი შვილს არ ქონდა. დღეს ვიყიდე. ერთი ცოტა თხელი, ერთი ცოტა სქელი, ეს საყვარლები ვიყიდე. ასეთში მეწერა ადრეს. და აი მე დედა კიდე ხან დამივარდა.
ამ კონკრეტულ რვეულში გოგოებო წერია ის, რაც აპლიკაციაშია. ყველაფერი არა, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან ბევრი რა. საკვების ღირებულებები წერია. გაჩვენებთ დიდი სიხარულით, აგერ რას რამდენი კალორია აქვს. შემდეგზე უკვე მიწერია აქეთ მხარეს, ეს არის ცარიელი, სადაც აქ ჩემი რაღაცები მინდა რომ მე მივუთითო. ასე და ასე გრძელდება, რავი, რამდენი გვერდი გეტყვით, 8 გვერდი. რაღაცები კიდე მისამატებელი მაქვს. ეს არის იმისათვის, ადრეც მქონდა და მარიკოს შემოეხა და შემოეგლიჯა, ამიტომ ამდენი არ ეწერა, მაგრამ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი, რასაც მე მივირთმევ და არა მხოლოდ მე ზოგადად საჭიროა, ჩავწერო, იმიტომ რომ აპლიკაცია ხან იჭედება, ხან ვერ ვრთავ, ხან ითიშება, ხან ისე, ხან ის და სულ აპლიკაციაზე ვარ და ძალიან მომაბეზრებელია და მირჩენია, რომ მეწეროს აი აქ. ტვინში ძალიან ბევრი რამ წერია, მაგრამ თლად ამდენ ეს ფიზიკურად ვერ დავიმახსოვრებ, ამიტომაც აი აქ ჩავწერე, მე როგორც ის არ ვარ არც ინსტრუქტორი, არც კვებითი რაღაცა ის მაქვს სერტიფიკატები და ასე შემდეგ, მაგრამ მაქსიმუმ შემიძლია გაგიზია რომ გამოცდილება და ზუსტად ეს იმიტომ მოვიტანე თქვენთან, რომ რამდენიმე სიტყვით გოგონები, რომლებიც ახლა გადიხართ იმ გზას, ან გიჭირთ დაწყება და ან ახლა დაიწყეთ, უბრალოდ რამდენიმე რჩევა, როგორც ადამიანს ასე მოგცეთ, როგორც უკვე საკმაოდ გამოცდილ, ძალიან ბევრ რამეზე არის ხოლმე, რომ კიდე ჩემს გოგოებს წერო, აი ეს რაღაცა ვერ გავიგე და რაღაც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მეტნაკლებად ვისწავლე, საკუთარ თავზე დავტესტე, ასე რა ვთქვათ, რა მოწონს ჩემს ორგანიზმს, რა არ მოსწონს და ასე შემდეგ. დასაწყისისთვის რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ, ეს არის ის რაც ხელში მიჭირავს. ეს იქნება თუ ბლოკნოტი იქნება, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, რომ აი ეს მაგალითად უკვე ძველია და თითქმის შევსებული და ერთი კიდე გადაგდებული, ზოგი დახეული. ეს არის ორი, ერთი იმისათვის, რომ ჩავწეროთ, რას რამდენი კალორია აქვს და მეორე გახლავთ, რომელიც დღეს დავიწყებ. პირველი გვერდია ფაქტობრივად ჯერ დაწყებული, რა რამდენი გრამი მივირთვი. პირველ რიგში გეტყვით, რომ აუცილებელია გოგოებო შეიძინოთ სასწორი, რომელიც გაგიმარტივებთ დამიჯერე ცხოვრებას და რაცა თვალის ზომით ვერაფერს ვერ დაითვლით გპირდებით. და ალბათ თქვენც აცნობიერებთ, რომ თვალის ზომით ასე ზუსტად ვერ დასვამთ, ასე ვთქვათ, იმ გრამებს, ხო? ამიტომ გირჩევთ, რომ შეიძინოთ რვეული ან ბლოკნოტი ან რაც გქნება და აი 100 აწარმოოთ, რა რამდენი გრამია დაწეროთ, შემდეგ უკვე ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ, რომ არ გადაცდეთ, მაგალითად მე 1000 კალორიზე მეც არ ვიღებ და 1000 ვიღებდი ძალიან დიდხანს, ეხლა ცოტა მოვუმატებ და ხან ვუმატებ, ხან ვკლებ 1100, 1000 თუ გადაცდება აღარ ნერვიულობ, მაგრამ ძირთად 1000 კალორიაზე ვზივარ, ასე რომ ვთქვათ, და აკონტროლოთ, რომ ძალიან ხარ გადააჭარბოთ, ანუ ეგ ის გქონდეთ მაინც. და დღის ბოლოს უკვე მოახდინეთ შეჯამება. დღე მე არ დამისრულებია, მე კიდევ ვაპირებ კვებას. ეს რა თქმა უნდა 1000 კალორია არ არის. და პირველი რჩევა, რაც არის, უნდა დაიწყოთ წერა. წერა უნდა დაიწყოთ, უნდა შეიძინოთ სასწორი, რაც თქვენს რაღაცებს გაამარტივებს. თავიდან, რა თქმა უნდა, დაგეზარებათ, აუ ეს ავწონო, აუ ეს დავწერო, აუ ეს ვქნა, ის ვქნა. მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თუ შენ გინდა კლება, კი, აუ უნდა აწონო კიდეც, აუ უნდა დაწერო კიდეც და ასე შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ, გოგოებო. მე შემიძლია ნებისმიერ რამეზე გიპასუხო თქვენთვის თუ რამე იქნება ისეთი კითხვა შემიძლია, რაც მე ვიცი, არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში, მაგრამ რაც მე ვიცი, ის მაინც გითხრათ მინიმუმ. ასე რომ პირველი ნაბიჯი არის აი ეს.
და არის სასწორი. ასე რომ ხო აპლიკაცია რა თქმა უნდა და თუ თქვენ შევსავით ნერვი აღარ გაქვთ აპლიკაციების ზებნაში, უნდა ამოწეროთ ძირითადად თითქმის ყველაფერი, რასაც თქვენი რაღაცა გონება იმას იზავს და რაც თქვენ გიყვართ და ასე შემდეგ. ასე რომ აქ არის, არ ვიცი, ახლა ძალიან ბევრი კერძი და ბევრი რაღაცის კალორიები მიწერია, რავი, სავსეა კი ხედავთ აქ. 8 გვერდია სავსე და ნამდვილად არ არის ცოტა კერძი და ცოტა ინგრედიენტების კალორიები. ასე რომ მაინც როგორ მეტყობა წინა გვერდი მაინც არის ტუნა, არის საქონლის ხორცის ხინკალი, არის ყველი, არის ხაჭაპური, ლობიანი, კოტლეტი, იმერული ყველი, შებოლილი სუქი, რაც მე მიყვარს პირველ გვერდზე ის დამწერია. ხო და გისურვებთ გოგოებო ყველას წარმატებებს. თუ არ დაიწყე შესმაგრად არ დაიწყებს არავინ, ვერ დაიწყებს ვერავინ. ყველა თავისათვის იწყებს და საკუთარი თავისათვის იწყებს. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. აბა თქვენით. ესე იგი TikTok-ზე ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება ესეთი ამბები, რომ აი მე ვიდეოებს თქვენს გამოვდებ და რაღაც აქტივობა ნაკლებია. ძალიან ბევრი ნაცენ ინფლუენსერის დარდი გახდა, ასე ვთქვათ, ეს ამბავი. არის ხოლმე ხან ნაკლებად ყურებადობა, ხან ეხლა მაგალითად ჩემთან YouTube-ზე ცოტა მოიკლო, მე ესე ბალანსდება და ასე შემდეგ. მაგას ერთ არ ნერვიულობ. მაგრამ ზოგჯერ ასე ხდება. ასევეა TikTok-იც. არ მახსოვს ნათია ქვია მე მგონი იმის შემხვდა რომ რაღაცა კომენტარებში ეწერა ხალხს ავადებულებს მოკლედ არ აქვს მაგას მნიშვნელობა ფაქტი რა არის რომ შესაძლოა მას საერთოდ სხვა აზრი ჩადო იმ კონკრეტულ ვიდეოში მაგრამ ადამიანებმა აღიქვეს რომ ჩემ გამო კი არ დებ იმ ვიდეოებს შენს გამოდებ და ამაზე მინდა რომ დავაკეთო კომენტარით რომ ძალიან ბევრგან შემხვდა უკვე ეს რომ ხალხო იაქტიურეთ მე თქვენს გამოვწვალობ არავის გამო მოდი შევთანხმდეთ არ წვალ ხე უკვე ჩემი და გამომდინარე ვიტყვი არავინ არავის გამო არ წვალობს თუ ვდებ ვიდეოს ვდებ საკუთარი თავისათვის და შენს გამო კი არ ვდებ პირველ რიგში ვდებ საკუთარი თავის გამო რომელსაც მე თქვენ თავისთავად ნახულობთ იზიარებთ ამ ყველაფერს მოგწონთ ან არ მოგწონთ და მე ყველაფერს ვიღებ ყველაფერს აქვს თავის მიზეზი რატო იდება, რისთვის იდება, ხო ასეა ხალხო, ამას რაც უნდა ახლა ზედმეტი ლაპარაკი, რომ ახლა პირობითად ისე შორენა შენს გამოდავდე ვიდეო და რაღაც არ დამიკომენტარე? ის გამოდადე? ხვდები? შენს გამოდებ ხალხო, ანუ ძალიან მარტივად უნდა ვყუროთ ხოლმე რაღაცებს, არავის გამო არავინ არაფერს არ აკეთებს. ყველა აკეთებს საკუთარი თავის გამო, იმის გამო, რომ საკუთარი შრომა დაუფასდეს. ასე რომ არ გვინდა ხოლმე საიდაღაც მოტანილი რაღაცები გევეტრებით. როგორც მხედავთ, მგონი სიცხეც მაქვს სავარაუდოდ. სახე აღარ მაქვს უფრო. აი ამ ხრეცა, სახე მაქვს აფხრეც, ახეული აფხრეწლი მაქვს. ამდენჯერ შეიძლება გოგოებო ეს იმუნიტეტის სწავლები, გაციების სწავლები როდემდე. ეხა ერთი იმედი გადამრჩა რომ მთაში რო ვიარო, იქნებ ცოტა იმუნიტეტი ავიმაღლო. მაგრამ რეალურად რა არიცით, თუ არ მიაშორე სწავლები, ეხა მარტო შენი მთა არაფერს არ შვებ რა ეგა. მართლაც საუბრობ ისე ცუდა თუ არ ანუ ისე კი რომ დავარდე, მაგრამ ანუ აი ვერ მომყვება თითქოს აი ხო ხდები. გადავირიე, კაცო, მე ვერ გავიგე, რატომ ავალდებულებენ ადამიანები იმ კონკრეტულ გოგონაზე არ მაქვს ხალხო საუბარი, ზოგადად, რატომ ავალდებულებენ ადამიანები, რომ აუ, ეხა შენ რას ვქენ, ჩემი ვიდეო არ ნახე, სხვისი ნახე, ჩემი არ ნახე თუ რა, ვის ვიდეოსაც მინდა იმას ვუყურებ. შეიძლება ხალხო ვუყურო და არ დავაკომენტარო, ანუ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ხა მე ყველგან კომენტარს კი არ ვტოვებ. შემთხვევაში არ ვტოვებ. ანუ
რა ვიცი აბა რა არის ეს დავალდებულება გეხოწე ვერ გავიგე მე სულ აღნიშნავ ხოლმე როდის არის კარგი მატება როდის ნაკლებო მაგრამ იქ იმას კი ანიშნავს ახლა თავდგე დიდი პლაკატებით და ვაიმე რა ხდება ხალხო და რატომ და მე თქვენთვის წვალობ და თქვენ მე არ მიფასებ თუ რაღაც ძალიან ხშირად შემხვედრია და მე მსგავსი რაღაცები დიდად არ მომწონს სიმართლე რომ გითხრათ უფრო როგორ არიცი უფრო დაიხევა ადამიანი რაღაცნაირად უკან შეიძლება უნდოდეს ყურება და რაღაც ესეთი ვიდეო ჩაწერო მსგავსი რომ აი აღარც გიყუროს ძალიან ბევრი გადმოვიდა TikTok-დან YouTube-ზე ინფლუები იმიტომ რომ ნუ შემოსავალიც არავის არ აწყენს ხო ხვდებით ჩვეულებრივი ამბავი ამიტომ ნელ-ნელა ასე ვთქვათ ივსება YouTube-ის ბაზა ასე რომ ვთქვა და რაც მეტი იქნება მით უკეთესი ხო რა თქმა უნდა მით უფრო რეკლამები უფრო აქტიურად იქნება და ნახოთ რა იქნება და რა გველოდება წინ ზუსტად ვიცი რომ ძალიან მინდა რომ აქტიური იყოს ჩემი არხი და გავიცი როგორც ხედავთ აქტიურია შესაძლოა ხანდახან ცოტა ერთფეროვანი იყოს იმიტომ რომ ნახეთ სამსახურის სახლი და რაღაცად ხანდახან ერთი და იგივე ხდება ხო ხვდებით რა მაგრამ რა თქმა უნდა არის ფერები ამ ყველაფერში და სხვადასხვა ესეთი დღეებიც არის სადაც სიხალისეც არის ისიც არის და არ არის მხოლოდ ერთი და იგივე დილამშვიდობის ხო ხვდებით რა რას ვიძახი ძალიან ბევრი მასალა შემიძლია გადავიღო პროცესის, მაგრამ არ არის ხო, მისია შეწყონილი და ჩვენ უფლება არ გვაქვს ესე ხალხო ვაფრიალოთ იქ კადრები ბავშვების და რაღაცების, თორე იმდენი რამ შემიძლია გაგიზიაროთ, მაგრამ არ შეიძლება. არ შეიძლება. მაგდონში ყავა რო დავლია ხალხო, არ ვიცი. აღაცნაირად მის მერე ყავა არ მომინდა სახლში. აი თითქოს რაც ჩამეწვა ყელი თუ რაღაც ვერ გავიგე. თუ დიდი ჭიქა იყო. რა, არ ვიცი. შიშით ვიდეო ვერ დამიტია. სადაც ვახსენებ კალორიულ დეფიციტს. ეგრევე ვარდებიან ხახაში რომ როგორ ყველა მაგაზე ლაპარაკობთ. ხალხო მაგის დავიკელი ამ ხელა წონა და რაზე ვილაპარაკოა? ვერ გავიგე. თუ კი შემიძლია ამდენით ვიღაცას რაღაცად მივეშველო, რატო წუხდება ეს ხალხი მე ვერ გავიგე. გეუბნებით რომ ინსტრუქტორი ვარ, გეუბნებით ისა ვარ, არავინ ხალხო. ჩემსას გეტყვით თუ გაჩუქებთ. რაც ვიცი. ვისაც როგორ უღირს ხალხო იმას აკეთებს და რა ყველა ამას ამბობ და რა ყველა იმას ამბობთ და ადამიანებმა შრომის დაფასება ხო შეიძლება ვისწავლოთ. აი ისე მინდა რომ შეგვეძლოს ჩვენ ადამიანებს სხვისი შრომის დაფასება. აი ძალიან მარტივია სხვისი შრომის დაფასება. აი ეს თმა თუ არ ავიწეს უთა კაკადუ არ მოიცათ. ასე ჯობია. ერთი გოგონა TikTok-ზე ტრიკიტი თუ რაღაც ესია მასე რა TikTok-ზე და ესეთი პატარა გოგოა რაღაცა საყვარელი. ხო და ყიდის თავის კვებას ერთი კვირის კვებას 35-38 ლარიო თუ რაღაცა ეგრე. ვაიმე, ხალხმა თავი წაიქცია და ხუხავენ რა ყველა მაგას ყიდის და რა ყველა მოდი აბა გაყიდე. კი გაფიცებ. ვისაც ეგაცუხებთ, მოდი ეხა და გაყიდეთ თქვენ. თუ გაყიდით, მაინტერესებს. სანამ იყიდით. ჯერდა მოგინდეთ რომ იყიდოთ. უნდა დაგაინტერესოთ იმ ადამიანმა, ხო, რომ შენ ის რაღაც შეიძინა.
მე იმ ადამიანმა მაგი დაიკლო რაღაცა თავისი კვები, თავისი რა ხალხო, ანუ ისეთი კვებით, კალორიული კვებით. ხო და ისწავლა რაღაცები, დაჯდება მე უძგენს ასაკის მიხედვით, იმის მიხედვით უწერს რა რამდენი უნდა მიიღოს, რომ გქონდეს ხო კალორიული დეფიციტი და ასე შემდეგ. რა კიდათ რას ამოთხარეთ ეს ხალხი მიწიდან? რატო ლანძღავენ? მოდი გაყიდე, მოდი დაწერე, მოდი სხვის მაგათ იფიქრე რა ჭამო. ანუ ნუ გიმარტივდებათ ეგეთი რაღაცები რა. ხო და კაცო შეიძლება არ აქვს 8 დიპლომი მაგ საქმეში, მაგრამ გამოცდილება დაიგრო, ალბათ არ ვიცი ხა მე, მაგრამ ალბათ იმდენი, რომ თავს მისცე იმის უფლება, რომ გამოვიდეს კაცო და თქვას, რომ მე გავყიდი კვებას თუ რავი რა ვიცი. მე რა ვიცი ხა. ყველაფერი პრობლემა ჩვენდა როგორ არის, აგიდა გაყიდოს. გინდა იყიდე, არ გინდა ნუ იყიდი, ანუ იმდენად მარტივია ამ სამყაროში ყველაფერი. მე მგონი ჩვენ ვაზვიადებთ ხოლმე, თორე აი მართლა იმდენად მარტივია. ეხლა მე არ მინდა, ხო, ეკვება, ანუ არც მიფიქრია რომ ეყიდა, არც აგრესია გამჩენია, ანუ არანაირი რეაქცია არ მქონია. ყველა ცდილობს შემოსავალი გაიუმჯობესოს, ღმერთმა ყველას შეარგოს. ხო და ეხლა მე მაგის მწერებელი ვარ, დავჭირდა და სხვებს ყვება, ანუ გამორიცხულია. რომ მოვინდომო კი ბატონო, მაგრამ არ ხო და ეხლა ჩემი ანებზე არ არის საუბარი, მე ვიძახი ეს რომ დაჭირდა ყვება გაყიდო რა. ხო და თუ ყავთ ადამიანები კაცო, ვინც მიწერთ, დაინტერესდება, თქვენ რატო ნერვიულობთ, ანუ რატო ლანძღავთ? ისეთი საყვარელი გოგო ვერც ვხვდები რატო ლანძღავენ, ანუ აი რატო იწვევს აგრესიას რა. არის მოსაზრება, რომ აი კალორიული დეფიციტი ავადმყოფებს ორგანიზმს თუ რას, როგორ უნდა დაამტყობს, მე მართლა ვერ გავიგე და რატო? ბიჭო, ყველაფერს ჭამ. რანაირად ავამტყობდება, არ ვშიმშილობ არაფერი. აუცილებელია იმდენი ვჭამო, რომ 7 ღილი გავიხსნა? მე ის კაია? 7 გრამი რაღაც, 2 გრამი რაღაც, 5 გრამი რაღაც. და დღის მანძილზე რომ უნდა იშიმშილო იმდენი, რომ ენაგა გადმოვარდილი და სხვა გირჭობს ელას პირში რა არ გადმოგივარდეს. და მაკვებებს რო ყიდიან, ეგ არის უკეთესი. რავი, ჩემთვის არ არის უკეთესი. ვისაც როგორ გიხარია, ისე ვაკეთებთ, ისე ცხოვრობთ. ისეთი მარტივია ეს ცხოვრება, თქვენ თუ არ გაართულებთ, ვერ წარმოიდგენთ. ესე რომ მოვთუნდეთ ხარ. თუ იცი, როგორ გაყიდო, როგორ მიუდგე, თუ სანამ გაყიდვამდე გაიტახო, რა თქმა უნდა, ხალხო, ამაზე უნდა იმუშაო, კვებები დაამუშაო, რა როგორ ასთან რანაირად, ეგრე კი არ არის, რა ჩამოწერო ჟინამდენი გრამი, ეგრე ვერ გაყიდი, და დაგახევენ მაგ რაღაცას თავზე. თუ შრომობს კაცო ადამიანად, რატო? ანუ შეიძლება არ გაგიხარდეს, მაგრამ რატო უნდა გეწყინოს ალანძღო, ხო? სხვის შრომის დაფასება უნდა ვისწავლოთ, აი ძალიან მარტივია და რა გითხრათ. სხვათა შორის იმ დროს ფიქრობდი და ამ თემაზე მინდოდა ვიდეო შეწერა. გილოცავს თქმა როგორ უჭირთ ადამიანებს. გილოცავ. საერთოდ მე ვარ ადამიანი, ვისაც არასოდეს არ უჭირს ამის თქმა. გილოცავ. ყოფილა შემთხვევა, რომ სულაც არ მინდა იმ ადამიანს უთხრა გილოცავ. მაგრამ მithქვამს. ჩემთვის ეს ცოტა კულტურის ამბავია რა. აი რაღაცას რო უყურებ იმ ადამიანის ნაშრომს და დიდი წვლილი რომ მიუძღვის და გაატარებ და არც კი მიულოცავ. აი ეგეთი ადამიანებს მე არ მესმის. ვერ ვიგებ ვერანაირად სხვის შრომის დაფასება ასე რატო გიღრმით ადამიანებს გულს ჩემს არის წარმოუდგენელი. აი პირიქით ხალხო, ისეთებისთვის მithქვამს გილოცავთ მეთქი და სხვათა შორის მე არ ვთქვამთ თავად და გამცინები, ანუ ძალიან დაბალი დონია, უკაცრავად რა, ძალიან. სხვის წარმატების რაღაცად გაზიარება შესაძლოა რთულია, აი არ ვიცი, მაგრამ პოზიტივის გამოხატვა იმის, რომ ვიღაცამ აი ამხელა აგური მაინც დადო თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად თუნდაც
რატო ასეთი რთული, არ ვიცი. და სულ ფიქრობ ხოლმე ბოლო პერიოდი, რომ ბიჭო, გილოცავ ასეთი რთული სათქმელია თქო? არა და თითქოს რა მარტივი სიტყვაა და შესაძლოა ვერ გაიაზრო და გულით არ მიიღო ეს რაღაცები, რომ თქვა ეს გილოცავ, მაგრამ საკუთარ თავს ეცი პატივი და გილოცავ და გაიარე რა. თორე იცით რამდენჯერ რამდომები აი ვიღაცებისთვის მეთქვა, მაგრამ მისი ნაშრომიც არის, მისი ნაშრომია, მისი წარმატება და მე ის დამიფასებია. თორე შევაპიროვნოთ ის ადამიანს სულ არ მინდა და არ მომწონს, მაგრამ მისი ნაშრომი დამიფასებია, გესმით? ამიტომ ძალიან წყდება ხოლმე ხანდახან გული ვიღაც ადამიანებზე. და მე დედამ მეტყვის ხოლმე, რომ რატო გიკვირს? კი არ მიკვირს. ალბათ უბრალოდ გული წყდება, თორე გასაკვირი არაფერი. საერთოდ არაფერი არის გასაკვირი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ვეღარაფერი გაგიკვირდება, ანუ რომც გინდოდეს ვერ გაგიკვირდება. ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ისეთ ქაოტურ სამყაროში ვცხოვრობთ. ადამიანებს სხვისი კარგი აღარ უხარიათ, ადამიანებს სხვისი ბედნიერება ძაბავთ, აშინებთ, მე რატო არ მაქვს, იმას რატო აქვს, აი ვიღაცას ბევრი ფული აქვს, ხო, მე რატო არ მაქვს ამ ცხოვრება, დაემხობიან, ტირიან. რავი, იქნებ იმიტომ, რომ იმაში თამომავლობით მოსდგამს და შენ ნულიდან დაიწყე და შენ ოჯახმა ნულიდან დაიწყო. ან უბრალოდ ლატარიაში მოიგო, ან უბრალოდ სადღაც გაუმართლა, ან ბევრი შრომა, ანუ ბევრი რაღაც არის, ხო? სულ არ შეიძლება რაღაცა სხვების დადანაშაულება იმაში, რაც შენ არ გაქვს. ვერ დაადანაშაულებ, იმიტომ რომ მეც მიფიქრია ხანდახან, რომ აი ამ სულს ამდენი ფული რატო? ესე მიფიქრია რა, აი თეთრსკეპიცები მიფიქრია. აი ზოგი ისეთი ადამიანი შევხვედრია ჩემი ცხოვრებაში, აი ამ სულს ამდენი ფული რო ადამიანმა რო არის რა შეხარჯოს ფული რა და აი უბრალოდ აქვს და აი ეს აქვს რა იმაქვს და ესე ვისური თუ რაღაც აი ეგეთი ტიპები რო არ არსებობენ და მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ჩემი აიღო რამე თავისია კაცო როგორც უნდა ისე ისuris რა არა მიფიქრია რა თქმა უნდა აი მე რაღაცები მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ დაემხო და იტირო იმას რატო აქ მე არა აბსოლუტური სისულელია ეხა ეგ მაგრამ არიან ძალიან წყდებოდა ხოლმე გული როცა წერდნენ ამბობდნენ რომ ეს ტელევიზიაში ვინ მიიყვანა ალბათ ვინ მეყავთ ნაცნობი და ანუ მე რო ვიცი რომ რა გზა გავიარე რომ ვიღაცას შევემჩნიე დოდონა ვიღაცა და ამ დროს ვიღაცა რო გამომიხტებოდა იქ საწყენი იყო ხო მაგრამ ვერ შეცვლიან ყველაფერს ისეთი რაღაცები იწერება ხახო ჩემზე კომენტარებში ხან ვიწერე ხოლმე ჩემზე წერენ თქო ჩემზე წერე თვალის გუგები გადმოვარდნია ისეთი რაღაცები წერდა ყველაზე მეტად მტკიცებით ფორმაში რო წერენ მაგაზე გიჟდები ამანო ცოტა მასლის ცოლი ალბათ ოსახში არ შეუშვალო და მე ესეც გამოაგდესო ოღონდ ხალხო მე მასლი არ მყავს რომ მე მასლის ცოლსია საუბარი მტკიცებით ფორმაში რო წერა ხოლმე ნუ აი ვერ აი ხო ხდებით ვერც ვედავები მე იმიტომ რომ რაზე ველაპარაკო ახლა არ ვიცი რაზე ველაპარაკო არ ვიცი ბევრი რაღაც არსებობს რაც გვიკვირს ადამიანებს რაც არ გვინდა მაგრამ ხდება რაც გვეუცნაურება მაგრამ შინაგანს ნუ დავკარგავთ ხალხო რა იმიტომ რომ ეს რაღაც რაც გვაქვს იმას ნუ დავკარგავთ თორე ისეთი მოკლია ეს ცხოვრება იმედენად ხანმოკლია რომ თითქოს ახლა დავიბადე და უკვე 38 წლის ვარ აი ეგ შეგრძნება მაქვს ხოლმე ხანდახან ისე სწრაფად გადის ამ დრო და
რეალურად ეს ხო ნაწინასწარმეტყველებია, რომ ის სწრაფად გავაოდ, რომ ანუ ხვდებით, რამდენი რამის ის გვჭირდება და ვფიქრობთ ადამიანები და სიყვარულის გარდა არავის არაფერი წაუღია და ჩვენ წავიღებთ. არა მგონია. ძალიან მომწონს ფოტო, სადაც ჩანს ღარიბი ადამიანის სამარხი და ასევე მდიდარი ადამიანის ამოთხრილი, ამოჭრილი მიწა, მდიდრის მდიდარი ადამიანის და ასევე ამოჭრილია ღარიბი, იდენტური. ეს რას ნიშნავს, ხო? ყველა მიწისშვილები ვართ ხალხო, ყველა მე, შენ, ის ვიღაც, ყველა განურჩევლად მილიონერისა, ღატაკისა თუ ნებისმიერი როგორი ფენის ადამიანებიც არ უნდა არსებობდნენ, ყველას ერთი და იგივე, ერთი მიწა მიგვიღებს ყველას ზუსტად შესაძლოა მაქსიმუმ სასახლე იყოს რამე განსხვავდა მოოქროვილი მაგალითად, მაგრამ ამას ხო თქვენ ვეღარც გაიგებთ. ამას ხო მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი, ხა ჩემთვის მაგალითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირობითად რაღაცა მოოქროვილში ვიწვევ თუ ძოწით იქნება შემოვრტყმული. აი ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ისე მეშინია სიბნელის და ისე მზარავს სიბნელე, ისე მეშინია უჰაერობის, რომ დაეზემოდან დამტოვონ, საერთოდ ჯამაცვენენ. ასე რომ ყველას გზა იქმნის მაინც. მოვდუნდეთ ხალხო ვიშრომოთ, ჩვენ ჯიპეს მივხედოთ, ყველა ადამიანი თავისებურად ცდილობს გაიუმჯობესოს, არ შეიძლება ასე ლანცვა, გეუბნებით ის გოგო ტრიკიტი თუ რა ქვია, რაღაცნაირად წერია კაცოებ TikTok-ზე, შემეცოდა ხალხი, ანუ დაანებეთ თავი რა, აი ვერ ვხვდები ყავს თავისი, ასე ვთქვათ, მომხმარებელი და ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა კარგ იმაზეა, ხო? ხო და ადამიანმა რომელმაც დაიკლო, ახლაც იკლებს და ესე იგი აქ იმის უნარი, რომ სხვაც დააკვალიანოს. და მეც მყავს გოგონები, ვისაც ძალიან ხშირად ვაკვალიანებ და აქვთ გადასარევი კლება. მე მარათონი და რამე არ მაქვს, მაგრამ აი ესე ჩემი შინაურები რა. და თუ მოვინდომე, ჩავუჯექი. მაგასაც ვიზამ, მაგრამ არც სურვილი მაქვს, არც დრო. ჯერ ჩემ თავს უნდა მივხედო და ჩემი კლება უნდა შევძლოდე და ჩემზე მერე ვილაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მეეჭვება მსგავს რაღაცებზე ვიფიქრო, არ არის ეს ჩემი დიდად მოწყვეტება, მაგრამ ვისაც ეს შეუძლია, დაანებეთ რა თავი, დარწმუნებული ვარ, რომ აქვთ რაღაცა მეტნაკლებად შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა, მით უფრო ხა იმდენი აპლიკაციები არსებობს ხალხო, რომ სულ რო აზრზე არ იყო და დაჯდე და მოიძიებ და რაღაცა ააწყობ ისე, რომ გეგონება რაღაცა დიდი გზა გავლილი რა. ასე რომ დაწნებულა TikTok-ზე ეს გოგო გეცოდინებათ, ტრიკით ქერათიმიანი სიყვარელი გოგონა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველამ ჩვენ ჯიბეს უნდა მივხედოთ და გავიუმჯობესოთ ცხოვრება როგორც შეგვიძლია. ასე რომ წინ უკეთესი ცხოვრებისაკენ ხალხო, თორე ერთმანეთის შური და ერთმანეთის დაჭმა უკეთეს ადამიანებად ვერ გვაქცევს ვერც ერთ ვარიანტში. არავისი შეგშურდეს. შესაძლოა გინდოდეს შენს რაღაც მისნაირი, თუნდაც ცხოვრება, რაღაცა სამოსი მანქანა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ შეგშურდეს, არ იტირო რატო აქვს იმას და მე არ იტირო მისი ბედნიერება ცრემლებად არ აქციო რა. ყველა ჩვენი გზა გვაქვს, ყველა ჩვენი ჯვარი გვაქვს. ასე რომ ვის რა როგორ ჩვენს ძალიან ბევრ ამას ვწყვეტთ ადამიანები და ჩვენ თვითონ ძალიან ბევრ ამას ვადგენთ საკუთარი თავებისათვის. ბევრად წინ რაღაცებში რომ უნდა ვიყო და არ ვარ, ეს არავის ბრალი არ არის საკუთარი თავის გარდა. მე რაღაცაში უკან დავიხიე, მე რაღაცაში გამბედაობა არ მეყო, მე რაღაცაში ვიფიქრე რომ არ ვიყავი საჭირო, მე ვიღაცის წინ არ გადავხტი, მე რაღაცების გამო თავი შევიკავე და საბოლოო ჯამში ცოტა რთული გზით წავედი. მაგრამ წავედი.
ხვალ